მოგესალმებით, მინდა დღეს ვისაუბრო კონკრეტულ კანონდარღვევის ფაქტებზე, რომელიც ხორციელდება თელავსა და ყვარელში. ეს ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 164 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით, რაც გამომდინარეობს იმაში, რომ თანამდებობის პირები, მაგალითად, გამგებლის მოადგილე, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნიშვილი, პირდაპირ იბარებენ ბაღის გამგეებს, ბაღის დირექტორებს. ბაღის გამგეებს დაავალეს, რომ თითოეულმა ბაღის მასწავლებელმა 5-10, ზოგ შემთხვევაში 15 კაციანი სია გააკეთოს მხარდამჭერებისა, რომელიც უნდა წარადგინოს ამ ადამიანებთან ხელის მოწერებით, სადაც უკვე მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ ხმას. ამის გადამოწმების მექანიზმად დასახა ამ ჯგუფმა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხვედრილი იქნება ამ კონკრეტულ სიაში, ხმის მიცემის შემდეგ კაბინიდან უნდა გამოვიდეს გარეთ, კონკრეტული შემოხაზული ბიულეტენი, შემოხაზული 41 უნდა დაანახოს ერთ ადამიანს, რომელიც იქნება სპეციალურად ამ საქმისთვის კომისიაში და შემდგომ ჩადოს კონვერტში და ჩააგდოს ყუთში. ასეთივე ფაქტები ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, რესურს ცენტრის უფროსი, გამგებლის მოადგილე ხვდებიან პედაგოგებს და პირდაპირ ავალებენ სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს პირდაპირ ავალებენ აი ამ სიების გაკეთებას. ეს არის ვფიქრობ მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ჩადის ესა თუ ის თანამდებობის პირი და იზღუდება ადამიანების ხმის მიცემის ფარულობის უფლება. ამიტომ მე მინდა მოუწოდო თითოეულ პედაგოგს, თითოეულ ბაღის მასწავლებელს, რომ არ გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც მათ აქვთ გადაწყვეტილი და გამოიყენონ თავისი უფლება ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით.